შვრიის ფაფა, ეგრეთ წოდებული ჰერკულესი, რამდენად ჯანსაღია, კარგი იქნება ამის შესახებ ვიდეოს თუ დადებოთ. პირველ რიგში მინდა რომ განსხვავება ვისწავლოთ, ანუ გასწავლოთ შვრიის ფაფა და ჰერკულესი რითი განსხვავდება. ეს ორი რეალურად სხვადასხვა რამეა, იმიტომ რომ შვრია არის ნატურალური მარცვლეული, რთული ნახშირწყლების და საკვები ბოჭკოების წყარო და შვრიის ფაფა, რა თქმა უნდა, ჯანსაღია, მაგრამ ჰერკულესი, ანუ შვრიის ფანტელები და არა ფაფა არის გადამუშავებული პროდუქტი. აღებულია შვრია, გაცლილია ყველაფერი სასარგებლო, ყველა ვიტამინი, გარეკანი, ლეციტინი ისე გააკეთეს, რომ ძალიან მარტივი მოსამზადებელი ყოფილიყო და არ გაფუჭებულიყო დიდხანს და ამან გამოიწვია ის, რომ ის გახდა ცარიერი კალორია, ცარიერი ნახშირწყალი, არაფერი სარგებელი თითქმის მასში არ არის და არ გირჩევ განსაკუთრებით დილის საუზმეზე ამდენი ნახშირწყლების მიღება არაფრით არ შეიძლება და ჩვენ ხშირად გვირჩევენ რომ ის საუზმეზე ვჭამოთ. ამიტომ ნებისმიერ გადამუშავებულ პროდუქტს ერიდე მიიღე ჯანსაღი, ცოცხალი გადამუშავებელი საკვები.